და ქალბატონებო, მეს წინაშეა ილო ბეროშვილის შოუ. დღეს ჩვენთან სტუმრად მოვლენ ადონი დავით ოკიტაშვილი და მისი ორეული დიმიტრი და უმშვენიერესი დასო ბარნოვა. მაშ ასე შეგებეთ ილო ბეროშვილი. ჩემი შოუ სასაცილოს გარდა მინდა რომ იყოს სასარგებლოც. მაგალითად დღეს მინდა რომ ბიჭებს გასწავლოთ როგორ მოვაწონოთ გოგოს თავი. გოგოებს მოსწონთ კაი ტიპები. და კაი ტიპობა არ არის სხვათა შორის ათვილი. თუ გინდა რომ იყო კარგი ტიპი, არ არის მარტო საკმარისი, მოხუც დაეხმარო გზაზე გადასვლაში. დაუთმო ფეხით მოსიარულეს გზა. და გააჩერო წითელზე, გაატარო მანქანა და თან ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ეს ყველაფერი Facebook-ზე არ გააზიარე და აშიარე, ასე ვთქვათ, არანაირი აზრი ამ ყველაფერს წავა. მეგონი მოთანხმები ხო ესეა. კაი ტიპობისათვის მნიშვნელოვანია ძვირიანი ტანსაცმელი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მისი ფასი გაიგოს ყველა. ამისათვის ისეთ სახე უნდა მიიღოთ, თითქოს საერთოდ არ მოგწონთ ის ტანსაცმელი, რაც თქვენ გაცვიათ და დაახლოებით აი ესე თქვათ ხოლმე, რომ ვაი რა აქვს ახლა ამას $1500 ტო. არ არის კარგი. აი მე იმ დღეს ვიყიდე ფეხსაცმელი 800 ევროთ და ძალიან კმაყოფილი. აი ხო ხედავთ? მოყოლის დროს მან დააფიქსირა ფეხსაცმლის და პიჯაკის ფასი, ასე ვთქვათ, ტექნიკურად. მაგრამ რაც არ უნდა ჩაიცვათ, როგორც არ უნდა აღნიშნოთ, რა გაცვიათ არის რომელი ბრენდია, შეიძლება თქვენი სახის გამომეტყველების გამო ყველაფერი წყალში გადაიყაროს. კიდევ ერთი წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ, საშინაო სახით გარეთ არცეთ შემთხვევაში არ შეიძლება გასვლა. ხვდებით ხო საშინაო სახე რომელი? სახში როგორც ხარ ჩვეულებრივად, თქვა მოდი ხა. როგორც კი გარეთ გადიხარ, კარებს გააღებ. ვა! აი დე მა წავედინე. მე მომწონს. ნუ მე ესეთი სახე მაქვს ხოლმე სახში. როგორც დათო შენ გასაგონათო, როგორც შავ ფეხსაცმელს არ უხდება თეთრი წინდები. ასე არ უხდება აი ამ სახეს ჩვეულებრივი ლაპარაკი. საჭიროა განსაკუთრებული კაი ტიპური ლაპარაკის მანერა. ანუ სიტყვები უნდა შეკვეცოთ ხოლმე. მაქსიმალურად ვთქვათ მოკლედ ვთქვათ. აი მაგალითად რას გულისხმობ. აი შენ თავს ძალიან ლამაზი ბავშვი. აი ძალიან ლამაზი ბავშვი ხარ. და თუ გინდა რომ საერთოდ ყველაზე მაგარი ტიპი იყო, კაი ტიპების კაი ტიპი იყო, მაშინ კიდევ უფრო უნდა შეკვეცო და გააკეთო რომ ერთი შეხედვით გოგო თითქოს გონიათ რომ არაფერი არ ისმის, მაგრამ დამიჯერეთ მას ესმის. ესმის. მოკლედ ამ კრიტერიუმებს თუ აკმაყოფილებ და რა თქმა უნდა iPhone-ის თუ გაქვს, ესე იგი კაი ტიპი ხარ. შემდგარი, წარმატებული კაი ტიპი ხარ. და მზად ხარ გოგოს დასაკერად. პირველ რიგში უნდა იცოდეთ რა გინდათ გოგოსგან. თუ მასთან გინდათ მხოლოდ სექსი, მაშინ უნდა დაკეროთ თვითონ გოგო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. თუ გინდათ რომ ეს გოგო თქვენ ცოლად მოიყვანოთ, მაშინ უნდა დაკეროთ მამამისი. ხოლო თუ თქვენ არ მოგეწონათ ამ გოგოსთან ურთიერთობა და გაშორება გინდათ, თქვენ უნდა დაკეროთ დედამისი. საერთოდ გოგოს დაკერვა ქუჩაში არის გაცილებით ადვილი ვიდრე ბარში. იმიტომ რომ ბარში X შეესტით შესვლა არის რთული. მაგრამ არც ბარშია რთული გოგოს შეპმა.
უბრალოდ მიდიხართ გოგოსთან და ეკითხებით რომელი საათია. ოღონდ ამას აკეთებთ ტექნიკურად. აი ასე. გამარჯობა გოგონა, არ შეგაწუხებდით, მაგრამ iPhone 6 და Rolex-ის საათი ჩემს BMW X6-ში დამრჩა და ხომ ვერ მეტყვით რომელი საათია? მოგეთ ამის გარდა კიდევ ბევრი რამეა საჭირო გოგოს დასაკერად. ნუ რა, ხო ყვავილები თავისთავად კბილეული, ძვირფასეულობა, iPhone-ი. და ამ ყველაფრის შემდეგ უკვე გოგონა დაგთანხმდებათ სექსზე. მოკლედ რომ ვთქვათ, დათო გოგონა კი არ გაძლევს, გიცვლის. ჩემ შოუს მუსიკალურად დაფორმებს დათო ნიაპორჩხიძე და მისი საყვარელი ბენდი. მარი მიყვარს. And if you really love me, won't you tell me? And if you really love me, won't you tell me? ახლა თქვენს წინაშია სიცოცხლეშივე დაფასებული ტასო ბარნოვა. Tasso Barnoa, Trenton show, she was boa, Margarita so Barnoa, Tasso. Привет. როგორ? არაფერს არ გეთანხმები. რას გულისხმობ? მონოლოგი მოვისმინე და ასზე არ ხარ პროსტო ქალებს რას სურთ რა. მე? ხო. და რას სურთ ქალებს აბა? აი, გარ სურთ რა. რაც მე ჩვენ ვთქვი, თქვი ხო. კაი, შენ რას ფიქრობ და ამ თემაში თუ ვიცი, მაგრამ ესე ვერ გეტყვი რა, ერთი პირობა მაქვს. კაი თქვი. უნდა ვიმღერო, ვერ ვიტყვი. იმღერე, მაგრამ მე უბრალოდ ვერ ვიქნები პასუხისგებელი შენ სიმღერაზე, იმიტომ ფაჩხედა იქნება. იქნები? არტუი ჩაიში ჩაუდგები? კი, ჩამდგება. სიმღერა იმღერე შეგიძლია. მამა მიკროფონი. ერთი წამით. თურქი დამოედანი შენია ტასო. იო! შენთვის ხარის ტასო. ბაზარი არა. საღოლმარიკუნა ამ ქალაქში ყველა წესი მარტივია ძალიან გოგოები შაბათ-კვირას ივენთებზე დადიან ორ შაბათი ძილის დღეა სამ შაბათს კი ვიღვიძებთ ოთხ შაბათს კი შაბათ-კვირის მიქარულებს ვივიწყებთ ხუთ შაბათი მძიმე დღეა მოსაწყენი ძალიან ჩემი პადრუგების გარდა არავისთვის მცალია პარასკევს კი წუთი არ მაქვს ვერგანმა რომ სასველი ბასეინზე იოგაზე თმისფერი შესაძლებელი სალონიდან გოგოები თამუჩასთან ავედით ცოტა ვისკი მოვწრუბეთ და შარდენისკენ გავედით არ არსებულ ტუსოვკაზე პონტი რომ ვერ აკორდა ვიღაც ცეკვით რესკად მომიახლოვდა ხომ არ ხადავ ჩემ თავს გაფიცებ სუსტად ვიცი რომ თავს დამავიწყებ არა გული მკარნახობს ხარ ჩემი ბედი ნამდვილი ხარ თუ ბაღუ ასე გავედი უბში თუ გაგეჩვითა ასეთი ქაჯი ტიპი გოიმი ფულიანი ან ვითომ ბაბულიკი არა ვარდე გვერდზე არ გაიგარო თუ მაინც შეგიყვარდა ასეთი ქაჯი ტიპი თავს იმით დაიმშვიდებ რომ ასყავს დიდი ჯიპი ადრუგებო მომილოცეთ ხვალ თხოვდები ორ შაბათი მძიმე დღეა დაღლილია ძალიან სამ შაბათს კი ფეხბურთია ჩემთვის აღარ სალია ოც შაბათი ხუთ შაბათიც მაკაცებთან დალია პარასკევი შაბათ-კვირა გადაგმულა თვალია ისტორდება ჩემ თავს გავიცებ ზუსტად ვიცი რომ თავს დამავიწყებ გული მკარნახობს ხარ ჩემი ბედი ნამდვილი ხარ თუ აუ ასე გავედი
ამო ჩემთან მათაც უნდა აგვისაუბროთ და ვილაპარაკოთ. DJ საღო, მაგარი კაცი, просто გათიშე რა. შენ თავს გაბი, ჩემ ჯანმრთელობას გაფიცე, გათიშე. ნახე შენთვის გამოვათიშნე, რომ ვილაპარაკოთ და ვისაუბროთ. მე ბაზარი გამეხსნა მაგრას. აი რა, მითხარი რა სიუჟეტი ჩაწერეთ ის. არ მინდა. ისაპირ გაუშვით. აზარი არის. დო ეგრევე გაუშვით რა, გოგო მოითხოვა დო, მაგ გადიმატე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ტასობანოვა წიგნის პრეზენტაციაზე დაპატიჟეს. იუნა შაფათავამ წიგნი დაწერა. მოდი შევიდეთ და გავიგოთ ვინ არიან დაპატიჟებული სტუმრები და რაზეა წიგნი. მითხარი აბა წიგნზე რას მიგრობი იყიდე? არა, ჯერ არ მიყიდია, მაგრამ უკვე აბლოშკაზე ჩანს, ცოტა ჩამოსაკრავი წიგნია. როგორი? ჩამოსაკრავი. რა პონჩი? რა კაცურ პონჩი. გადავშალოთ რა, ნებისმიერ ფურცელზე და წავიკითხოთ, რომ მივხვდეთ. რა ვქნა, ძალიან გრძნობი არა იყო, ძალიან სენსუალური, სენსუალ. ხელი შეხებით გრძნობდი ამ სენსუალურობას. ბოდიში რა ერთი წამი, ჩემს შეგაწყვეტინებთ რა. აგვაინტერესებს ისი? ხალებს ყველას გათხოვება როგორი? ყველას არ, მე მაგალითად არ მინდა გათხოვება. და ყველა კაცი ნაჯერალა არ არის და ყველა კაცი კაცი არ არის, მაგრამ ეს წიგნი ამაზე არ არის. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში ვიქიქებით იმისთვის, რომ სკანდალები შევქმნათ. გზებს არ იჭრის ახლა გათხოვებისკენ ამ წიგნით შენი აზრით? არა. როგორ არა? ფალები რომ ალავენ რაღაცებს რა. აი რაღაცა შეუყვარდეს და რომ ავდეს რომ რაღაცები დაუმალოს და წიგნს დაიკითხავს და აღარ დაუმალოს. არ შეიძლება ესეთი გულწრფელობა. იყო სექსის ეროტიკა. უწერია ზოროსთან სექსი მქონდა. მე ვიცი ზოროში ვისაც გულისხმობს. ვის გულისხმობს? ვიცი. მითხარი ვის? მაგისტრის ვარ მოსწავლე და სულ აღარ მევალ შენ თუ მე. ხო და იუნა არ გეტყვის. ხო და მითხარი. მე სხვა ხოდებით ვიცი. შენ ხან სათხარ ხო? შენ ჩემ დირექტორთან იყავი 28 მისული რა. მოგიგე. კი, მე თავიდანვე მომიგე შენ. Ალი, იუნამ დაგპატიჟა? იუნამ დამპატიჟა კი. მეც. კარგია მე, ვის უნდა დავეპატიჟოთ? და ვიღაცები დავინახე აქ შემოპარულები არიან. ნუ იცი რა, თუ აი ესეთ დროს იპარებიან, ეს უკვე კარგია. ჩემ წიგნს მაგალითად იპარავდნენ ბიბლიოთეკებში, ანუ კარგია, როდესაც შენი წიგნის გამო რაღაც ხდება. იცი რა, მე მაქვს ერთი წიგნი, რომელსაც ქვია ყველა კაცი იდიოტი არ არის. და მინდა ვუსურვო იუნას, რომ ნაკლები ნაძირლები იუნას ცხოვრებაში. როგორც ლალი მოროშკინამ გითხრა, ყველა კაცი იდიოტი არ არის. იუნა შაფათავას ნაკლები ნაძირალები უსურვო ცხოვრებაში და წიგნების სიმცირე თუ მას მხოლოდ ნაძირალები აწერინებენ წიგნებს. ჩვენ კიდევ წავედით, სადმე გავერთოთ. ახლა მოდი გადავხედოთ კვირის აქტუალურ მოვლენებს. ინფორმაცია ნომერი 1. სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 129 საწარმო გაიხსნა. მე მინდა რომ მიმართო მთავრობას. ნუ გვაწვალებთ ამისედაც გაუბედურებულ და გაჭირებულ ხალხს. კაცო, ჯერ ის 100 საწარმო ვერ გვიპოვია და კიდე 29 რატო დაგვიმატეთ? არ შეიძლება ასე. შემდეგი ინფორმაცია, უკრაინაში ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის მსვლელობის დროს ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ოპონენტმა ხელი დაარტყა. მე მინდა მიმართო აი ამ ადამიანს რა. ოპონენტი ხარ თუ ვიღაცა ხარ მანდ. შენ ბიჭო, ვის დაარტყე? ჩვენ ექს-პრეზიდენტს ბიჭო. მისჩას ხელი როგორ დაარტყი საერთოდ შენ? ბიჭო, ეხლა რო ეგ ადგეს, გაბრაზდეს, დატოვოს უკრაინა, ჩამოვიდეს აქ. გადააგდოს ხელისუფლება. ისევ თვითონ მოვიდეს სათავეში, მოგვიწყოს 7 ნოემბერი ტერორი. შენ ხარ მაგაზია ტვიჩაი? ეკითხები პროსტა. მიშა შენ არ ინერვიულო ძმა? თუ რაღაცა კიდე შენ თქვი ძმაო და მოვდივართ მან. ბოევიკები ძმაო, რა დაგჭირდება რითიც საჭირო იქნება შენს გვერდზე. სტოპ როკინძი ვიყო ძმაო. მე ატვიჩაი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს შტაბ-ბინაში დენი 1 საათით გაითიშა. ძალიან უნიათო მთავრობა ყავს ჩვენ.
1 საათი გქონდა რომ ნატოში შევპარულიყავით და აი ისიც ვერ გამოიყენეს. საქართველოს კულტურის სამინისტრომ სვანურ კუბდარს კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ამაზე სოსო ჯაჭველმა გამოთქვა თავისი აზრი, რომელიც მას გააჩნია. მე დამცინის ბიერთი შეიშალაო და თვითონ კუბდარზე თქვის ძეგლიაო. თქვი გაუნათლებლებოდ თქვი და ძეგლი არის ის გპ-ისთან რომ ხმლიანი კაციაო. ეგ კუბდარი კი საჭმელიაო. შემდეგი ინფორმაცია არის ასეთი. გასულ კვირას დათო ირაკლი ალასანიამ ხალხის პრობლემების გასაცნობად მეტროთი იმგზავრა. მეტროდან ამოსული ალასანია გაკვირვებული იყო ძალიან. მეტროში ბავშვობის მე არ ყოფილვარო და ეს რა ვნახეო. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმაო. აი კაბელები. აი მხელო რა. თვალებს არ უჭერებდი. ცნობილმა ქართველმა ბანმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. პაატა ბურჭულაძეზე მაქვს მე საუბარი. აპლოდისმენტები მეგობრებო. ეს მართლაც კარგი ფაქტია ჩემი აზრით და წინ გადადგმული ნაბიჯია. ეხლა აი წარმოვიდგინეთ, სად მაგალითად ასე რომ გვპირდებიან. გაიზრდება პენსიები, დასაკვირდება ხალხი, დავიბრუნოთ ტერიტორიებს. ან თქვა და ასე როცა გვპირდებიან ხოლმე, რომ პენსიები გაიზრდება. ოი მე დასაკვირდება ხალხი. ტერიტორიებს დავიბრუნდეთ. და სად მაგალითად აი ასე როცა გვპირდებიან, ნახეთ. გაიზრდება პენსიები დასაქმდება ხალხი დავიბრუნებთ ტერიტორიას. როგორი? ჩემი აზრით ძალიან მაგარი იქნებოდა ეს. მოკლედ ჩვენი შოუ გრძელდება, რომელსაც მუსიკალურად აფორმებს ბარიტონი დათო ფორჩხიძე, ტენორი გელა გნოლიძე და მისი შესანიშნავი კლონები. არსებობს ასეთი ჟანრი დათო, რომელსაც შავი იუმორი ეწოდება. დღეს ექსპერიმენტის სახით მინდა შემოგთავაზოთ ნარჩევი შავი იუმორის ნიმუში. გთხოვთ ეკრანებს მოვარიდოთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და კეთილი ადამიანები. რაც შეეხება ფეხმძიმე ქალებს და ბავშვებს, შეგიძლიათ დატოვოთ პრობლემა არ არის. მოკლედ რაში არის საქმე? ხამე ეს არის. ადე მოიწია. მოიწე. დიდი. მოიწე. What აი, მაინც რა ხდება? და. ოპა, აი ესა. ესა. რამდენია? მეტრა 86. ეგ არის რა? რა არის ეგ კაცო? რა არის ეგ? მეტრა 86 გჭირდება. რა არის ეგ? რა ხდება კაცო რა? დამოვიცნა მე თქვა მერიიდან ვარ, ჩვენ მერიის წარმომადგენლები. რა მერიიდან შეხედეთ ერთი რას გავხართ რა მერიიდან, кайფები. რა მერია, რა შუაშია მერია? მერიიდან ვარ თქო გეუბნებით კაცო, ეხა ზარგჯერა? გეთქვა მე თავიდან კიდე ბატონო, რა რითი შემიძლია დაგეხმაროთ? ხო, რა ხდება ახლა რა? 1000 კუბო შეიძინა მერია. კუბო რა? კუბო კი არა, ბიჭო სასახლე. ხო. ეგა რა? კილოცო. ხო და რევიზია მოდის და 3 წელი დაგვრჩაც არის. დაგვრჩა რა, ყავდნენ შეგდით, მაგრამ გაგვეცრე. მე დაგვეხმარე რა. და მე რითი დაგეხმაროთ? ის გაქცეულები დავიჭიროთ თუ რა გავაკეთო? რო ჩაძვე რა.
მაიცა კაცო, მე რომ მომატაკეთ, მაინ და მაიც კაცო, რაღა აქ მოხდით, გარეთ არავინ ვერ ნახეთ. იგივე თქვენთან მერიაში რა არ არიან ადამიანები და თანამშრომლები. არა, მერიაში კი არიან, მაგრამ მერე დაიწყებენ ნეპოტიზმიო, კუბოშიც თქვენ ათესავებს აწვენთო. მინდა ეხლა სკანდალი. სკანდალი არ გიქე. მე 15 წუთი და აგიშვებთ. 15 წუთია. არა, კარგი, აქ მოხდით, აქ მოხდით. კაი, გასაგებია, სკანდალი არ გვინდა, მაგრამ ჩემს გარდა აქ ვერავის ვერ ხედა. შეხედით ამათ, პორჩხიძე ნახე რა კარია. მეტრა და 80-ია თან. ხარა, შენ ხარა? აი, შენ ხარ, მზადა ხარ. ისთვის ვარ მზად, ძალიან დიდი ბოდის ვარ ისთვის. აი, შარვალ კოსტუმი ხო გაცვია? მერე? მაგიაჟიც გააქვს. ეგ არის რა, შენ გჭირდება. ეხლა პორჩხიძე რო წავიღო. ვინ დამიჯერებს ამაზე რომ ახალი მკვდარი? ბათო მაპატია, მაგრამ მართალ სამობს ის. მინიმუმ ეხლა 40 უნდა იყოს გასული ამაში. მომისმინე ხე შენ. სახლი გააქვს? ჩემი საკუთარი არ მაქვს. სახლი არა გაქვს. ვალები თუ გაქვს, ვალები? ვალები საკუთარი კი. ხო და ჩაწეკი, ვიცი რა გინდა? სხვა რამე რო შემოთავაზებ. სხვა რა უნდა იყოს? სხვა რა უნდა იყოს, ხო? აი მაგალითად, მიცვალებული ვერა, მაგრამ შემიძლია იყოს ზომბი. ზომბი? ხო, ზომბი ვიქნები. აიცა დავრეკო. მეც ვერაფერს ვერ გავაკეთე. ხო. ესა ზომბი შეიძლება რა იყოს, ზომბი. ხო. იო. შეიძლება მოვეჯო. შეიძლება. მიდი აბა. კარ რომელი ვიყო, რამოდენიმე ძველი ბიჭი დავიწყებ. ძველი ბიჭი ზომბი რო გავაკეთე. აი სულ ერთი. აბოდი. ძველი ბიჭი ზომბი. Марио. კაი. Воздух. იდე. სხვა. იდე. სხვა შეიძლება გავაკეთო. სხვა იდე. მოდელი. მოდ ბიჭი მოდელი. მისტერ საქართველოს. ზომბი მისტერ საქართველოს მოდელი უბრალოდ. კაი. შემიძლია კიდე ბოლო შემელია თამადა. ნუ თამადა რა მოკეიფე, ნებისმიერი მოკეიფე თამადა ადამიანი. ე ბატონო. ამაზე რა მუსიკას ჩართავს? მე მინდა აი ამ სასმისით არა ჩვენი წასულები ჩვენი ძალადეთი ადამიანების გააჩერებს აი ეს იყო თამადა ხო არა არ გვინდა იმიტომ არ გაწევთ არა ეგეთი ზომბი არ მინდა დაბლა ჩაწულა რა არა ერთი წუთი არ გვინდა ეგეთი ზომბები ყავს მერიაში ბევრი მოდით რა გაგვენებთ თავით გელას დათოს მეც ყველას თავი გაგვენებთ მიმძადით თუ შეიძლება რა ჩემს გავაკეთე ფეხბურთია დღეს ტორპედო დინამო დავიჯერე 22 კაციდან ხო სამკუთარს ვერ ვნახავთ მეტრა 80 ყველაზე ნახვი მიმძადი სადარჩი დათო გელა შეკვეთები ჰიმნებზე გრძელდება და ამჯერად ჩვენ ჰიმნი შეგვიკეთა ადამიანმა რომელიც შეიძლება პრინციპში ითქვას რომ პოლიტიკაში ახლად გავს პირველ ნაბიჯებს და მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება რომ მოვიდა ჩვენთან შოუში მიუხედავად იმისა რომ ჩვენზე გაცილებით მაგრამ ღერის ეს ადამიანი მას ასე პატა ბურჭულაძის შეკვეთილი ჰიმნი გამარჯობა როგორ ბრძანდებით როგორ გიკითხოთ პატა ჩვენ გლეხება ვიკითხოთ თორე თქვენ კი ვიცი რომ ხართ კათა ლაბავო იგეთქვი პაწო ხმას არ ვაძლევა მათა იქნებ გავიკეთო ბოსელი ნუ დაგტოვებ სახტათა შეკრიბეს სოფელი ბაზარი არა შეკრიბა და თუ ხმას მომცემს ხოველი
მოგწევენ ამარ აზიზავენ. ეკნება ბოსელი კაია. ახსნაზე იმღერებს ბოჩელი. აი ბოჩელი. რადმი და ბოჩელი, როცა აღარ მყავს როხები. სააკაშვილი რო იყო ჩამოსული, იმას დავუკალი. ისის ხლიანი. ერთი ორი დეკეულაც გაიმეტე თუ გინდა ხმები. ეს მაგარიჩი იქისრე და ყველა შენს კონკურენტს არ გავკარი. ზროხასაც გიხიდი ეგ მინდა ზუსტად დავეცა. თქვენი გული რომ მოვიგო რაზეა ბაზარი ძმაო, ჩვენი გული შენ. თუ ხბომოიგო დაგპატიჟე 100%-იანი. თქვენთვის მომღერებ დომინგო ეს პრობლემები თუ მოგვიგვარე, გვექნება ბევრი ფული. ზედა ყველი თუ გვექნება, სოფელიც იქნება აყვავებული. ბარე ბოლოთ ხონად შეგვისრულე, არ დაგწყვიტო გული. აი პოე სიმღერები არ გვიდა, გვიმღერე რამე ჯიგრული. აბაძო მაჯანჯა ვიმღეროთ მერე ჯიგრულად აზმაო რა. ბრავო, წამო ახლა გაჩვენება ოპერა კი არ არის, მაგრამ საბოსნი ადგილი ხო უნდა ნახო კაცო, ამ ხელა კაცი ხარ ახლა. პოლიტიკაში მიხარ ეგრე სადან. მოდით გადავხედოთ ისტორიას და გავიგოთ თუ რა მოხდა დღევანდელ დღეს 29 ნოემბერს. 1895 წელს პირველი საავტომობილო რბოლა ჩატარდა ჩიკაგოში და მრბოლელებმა 87 კილომეტრის დაფარვას მოანდომეს დაახლოებით 10 საათი. წარმოიდგინეთ დაახლოებით როგორი სურათი იქნებოდა ახლა. ფინიშის ხაზი, რბოლელი. მოდით შემდეგში დავუბრუნდეთ ამ რბოლას და მანამდე გადავიდეთ შემდეგ ინფორმაციაზე. 1972 წელს გამოვიდა პირველი ვიდეო თამაში, რომელიც ეძღვნებოდა პირველ საავტომობილო რბოლას. თამაში იყო დაახლოებით ასეთი. ფინიშის ხაზი. რბოლელი. და 2011 წელს NASA-მ დასვა მარსმოვალი Curiosity Mars-ზე. ისე ჩემი აზრით გავერთი 50 წელი და ალბათ ასე გაიხსენებენ ამ მომენტს. რა სიჩქარით დადიოდაო მარსმოვალი მაშინო? რა დრო იყო? დაახლოებით აი ესეო, აი. 1899 წელს შეიქმნა საფეხბურთო კლუბი ბარსელონა. მე მინდა რომ მიულოცო ამ გუნდს
დაბადების დღე, ეს ჩვენთან უკვე ტრადიცია და რიქცეული. დათო თუ შეიძლება მუსიკა? მე არ დაუკრავ. რატო დათო? რომ მე რეალის ფანი ვარ. მართალია, მე დამავიწყე. ჯონი, თუ შეიძლება. რა ლამაზი ფინტი რა ლამაზი პასი იმიტომ რომ ბარსელონას დაბადების დღეა 4-0 რეალს მოუგეთ. თქვენს წინაშეა დათო ოკიტაშვილის ორეული ბატონი დიმიტრი. ძალიან გავხართ. აი ძალიან გავხართ თქვენ ორეულს. სასწაულია. არ გავს ძალიან დათო. გავგიჟდი რა. როგორ გავს აი გავგიჟდი. მე რო არ ვიცოდე, ხა მაყურა. მე რო არ ვიცოდე, რომ ესე იგი დათო ოკიტაშვილის ორეული ხართ, ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ არ ვიცი, ეგ დათო არ მოვა? ძალიან დათოს ჩვენ მაგასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კარგი რაღაცა გვაქვს საინტერესო ინფორმაცია. ესე იგი მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ახლა არ გიცნობთ. ხალხი ხო ისე როგორც მე ვარსკვლავი ასე თქვათ დათო ოკიტაშვილს დარწმუნებული ვარ გექნებათ რაღაცა ისტორიები ხო როგორ აერიეთ დათოში სხვადასხვა ადგილებში ხანი იქ და კი იყო ესეთი ისტორია ამ რამოდენიმე ხნის წინ ახლობელთან ერთად ვიჯექით კაფეში და ერთ-ერთი ქალბატონი მოვიდა და მიყურეს დედა როგორ გავხარ შენ დათო ოკიტაშვილს ესე უყურებ და ნუ ახლა უხერხულია ხო არ ეტყდა და ეხლა რო გული მოეგო მითხრა რომ არა გენაცვალე შენ თეთრი ხარ ის ძალიან შავი არ ვარ სადღაც მართალი იყო ის ქალბატონი ასე ვთქვათ ისო რაღაც შავია არ ვარ გავა ბატონო დიმიტრი თქვენთვის გვაქვს ძალიან კარგი ისა თქვია სიურპრიზი ჩვენ გადავწყვიტეთ რომ დარწმუნებულები ვიყავით რომ გაგიხარდებოდათ თქვენ დღეს უნდა გაიცნოთ ასე ვთქვათ თქვენი ორეული ბატონი დავით ოკიტაშვილი რომელიც კულისებშია და ერთი სულია როდის შემოვა რომ გაიცნოს მასაც ძალიან უნდა თავისი ორეულის გაცნობა შემოვიდეს თუ შეიძლება დაუკარეთ აიცა სად ერთი სად არის კაცო სად ოდის თეთრ არ მოსულა ჯერ როდისო რა ეგ ისეთი შავი 6-10 არ ჩანს და შავი შავად მაგრამ ეხლა რა უნდა გავაკეთო 6-10 არ ჩანს ფაქტიურად მთელი გადაცემა აწყობილი მასე აი შეხედეთ რა მთელი გადაცემა ქონდა ჩვენ აწყობილი დათო ოკიტაშვილს რა უნდა ვკითხო ხოდა ჩვენ მოდი შევეცდები რომ თავი ხელში მაინც ავიყვანო არა უშავს პირველად არ მისწევს იმპროვიზირება შევეცდები რომ რამე ორიგინალური კითხვა დაგისვათ არაბანალური რაიმე კურიეს ხოლმე მოგიყვებოდი თქვენი ცხოვრებიდან ჩემი თუ დათოსი თქვენი თუ დათოსი ციცით თქვენზე მომინდი არჩევანი ბატონო დიმიტრი აი რომელი კურიოზი გაინტერესეთ მითხრე და მოგიყვებით აი ის მე როგორც ვიცი ბატონი დავითი იყო ორგანიზატორი ოლიმპიადის გახსნის და დახურვის მართალია რომ თლიანად ოლიმპიადის გახსნა მომეწონა განსაკუთრებით ცეცხლის ანთება სასწაული ცეცხლის ანთება ხო კულმინაცია იყო მაგრამ ეს გზების დაგება რა ორიგინალური იდეა იყო აი ვიცით ქართველებმა რაც ვიცით ისე უნდა იყოს ორმაგად დასაფასებელია ცეცხლის ანთებაზეც იყო კურიოზი ხო თან ძალიან ცხელოდა იქ ოღონდ ეს დათოს მეგობარმა მომიყვა თქვენ ესე დათოს მეგობრებთანაც აქ იმიტომ რომ გავარ მე და ეხლა მეც მაინტერესებს როგორია რო თქვა თუ რაღაცას დამჭირდა რო თქვა მოვიტყუო და ნუ რაღაცას რა პრობლემა ხმით აძგევარ ხო ხედავთ ერთნაირი ტემბრი ზუსტად აბა მოყევით ერთი რას ზვიადაური ეგ როგორ იყო რომ სცენარში იყო რომ ცეცხლი უნდა ანთებულიყო კუსტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და როდესაც თამაშები არ ტარდება იმ ადგილას სადაც ტარდება ოლიმპიადა და იქ არ
ტარდება თამაშები, იქ ცეცხლი არ ინთება. საერთოდ, იმიტომ რომ ეს ცეცხლი არის ისეთი სიმბოლო ოლიმპიადის, რომ ხალხი მივიდეს, ნახოს და ათვალიეროს. და მე შემეცოდა უფრო სწორად ოპერატორს, იმიტომ რომ ოპერატორები უფრო ჭკვიანები არიან ზოგ-ზოგიერთ რეჟისორებზე, ვინც მათ კურსში რაღაცას ეუბნება. ეთყობა. როგორ იღიმენ ჩვენი ოპერატორები ხერდა? კი, ესენი ჭკვიანებია, იმიტომ რომ მათ მართავთ ვიღაცა, ხო, კურსში. ეთყობა ვიღაცას დაავიწყდა, მე არ ვიცი ამას ვინ მართავდა და ოპერატორმა ის კადრი, როდესაც ზვიადაურმა ეს ცეცხლი სპეციალურ დანადგარში ესე ჩაუშვა, ეს კადრი იმ წუთში უნდა წასულიყო კუსტბაზე, იმიტომ რომ ეს იყო სიგნალი, რომ იქ უნდა ანთებულიყო ცეცხლი. ამას მოყვა 1000 მითქმა მოთქმა. თქვენ დათონახეთ ბოლოს მარცხენა მხარი დამწვარი როა დაწეს. მახსოვს. იმიტომ რომ ეგონათ რომ იქ არასწორად რაღაცა მოხდა, მაგრამ როგორი თავგანწირული გახდა. ხო და მე ჩემს მეგობარ დათოს ვიცავ იქიდან გამომდინარე რომ ეს მართლა ერთი კვირის ადრე იცოდე, მაგრამ მე ოპერატორებს ვინც აქ მუშაობდნენ მინდა უთხრა დიდი მადლობა, მაგრამ ყურსში ვინც ელაპარაკებოდა მე მგონი ის ცოტა ვერ არის კარგად. ვაშკარა. აბსოლუტურად გეთანხმებით. ბატონო დიმიტრი ფოდიშტაი მეც კი მეშლება ხანდახან მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ ისი ორეულია. ბატონო დიმიტრი პრინციპში მოდით დაუბრუნდეთ უშუალოდ ბატონი დავითის საქმიანობას. აი თქვენ რას ფიქრობთ? რატო უხსნის მარტო ვარსკვლავებს ხელოვან ადამიანებს, ასე ვთქვათ, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებს და არა პოლიტიკოსებს? მე მაგალითად შემიძლია მას არა მე ვიცი რომ მარტო კულტურის მუშაკებს არა უკვე სპორტსმენებსაც პრობლემაც არ იქნება თუ მე მითხარით რომელ პოლიტიკოს გინდა და გადავცე მე გეტყვით რამეს ან შეგიძლიათ გადასცეთ მე ვიცი ან დათოსთან შეთანხმების გარეშე მე მივალ და ვიტყვი რომ აი ეს როგორც კი სადმე წავა საზღვარგარეთ ჩვენ ვიცით ეს ხშირად დადის ჩვენ ამ დროს აქ ვიქნებით და გავაკეთოთ ასეთი რამე მე ისიც ვიცი ვის უნდა გაუხსნათ და ისიც ვიცი სად და შემიძლიათ გითხრათ ახლა ეს ყველაფერი აი მაგალითად ვის მარგველაშვილს იცით ხო ესეთი ადამიანი ვიცი მარგველაშვილი გიორგი ჩვენი პრეზიდენტი მე ვფიქრობ რომ მას კარგი იქნება რომ გაუხსნათ მაგალითად ათონელზე აუკლე გადმოვიდა ათონელზე არა არ გადმოსულა და აი ამიტომ უნდა გაუხსნათ რომ იქნებ ამან მაინც აიძულოს ეს ადამიანი გამოვიდეს იქიდან და გადმოვიდეს ათონელზე ისე ვერ გამოიყვან იქიდან ასევე ვფიქრობ რომ ვარსკვლავი გაუხსნათ უბრალოდ ვარსკვლავები ნარმანიას. აი ეს ეგრეთ წოდებული იამკები როა ხო იცით? გაუხსნათ ვარსკვლავი და იქნებ ესე მაინც ამოივსოს. თელ თბილისში იქნება ბატონი დავით ნარმანიას ვარსკვლავი ამ იამკებში იქნება სწორი გზა. სხვა შეს მე ვიცი რომ ქალაქ თბილისის მერია და ბატონი დავითი აი ეს ვარსკვლავი რომლებიც იხსნება ამ ხელოვნების კულტურის სამსახურთან ერთად ისინი ხსნიან ამას. და ეხმარებიან იმ ადამიანების სახელების უკდავყოფისათვის და მე მაგ იდეასაც გადავცემ პრობლემა. გადაეცით და აი ეხლა კიდე ერთი ძალიან საინტერესო იდეა მაქვს რომ გაუხსნათ თავას მეჭიაურს რა ქვია ქუთაისში პარლამენტთან ვარსკვლავი და ორი ღირსშესანიშნაობა გვექნება უკვე. თქვენ ჩაკეტეთ ის შავი დამწვარი პადვალში და მე მზად ვარ მის მაგალითად. კი ბატონო. და რა მაგარი იქნება წარმოიდგინეთ ქუთაისში სათაფლიეში იქნება დინოზავრის ნაკვალები და პარლამენტთან იქნება თამაზ მეჭიაურის ნაკვალები. ძალიან კარგი იდეა ჩემს უნდა გაუხსნათ აუცილებლად. ასევე იმასთან დაკავშირებით წულუკიანს გაუხსნათ ვარსკვლავი, მაგრამ აი ნახეთ ესე ხო არ გავაკეთეთ რომ სანამ ვარსკვლავს გაუხსნით, ბედი რო გაუხსნათ. და მე კიდევ ვფიქრობ რომ ჩემეზით ბატონ პატა ზაქარიაშვილმაც დაიმსახურა ვარსკვლავი და გაუხსნათ მას ვარსკვლავი თოლღაზე. აი ძალიან კარგი ადგილი პატა ზაქარიაშვილი გაუხსნათ თოლღაზე. სად ვერ გავიგე. თოლღაზე გაუხსნათ თოლღაზე. თამაგრექება მოდის ხელად თოლღაზე გახსნიერ ვარსკვლავი. გაუხსნათ? გაუხსნათ. ეს ოკიტაშვილი მოგვაშორეთ პადვალში ჩაკეტე და ჩვენ ერთივე ვიმუშავეთ. ერთი წამით ეხლა ბატონო ვიდე. რა? კაჩ. ვინ ვერ მო? ბატონი დიმიტრი ვერ მო. დათო სად არის? აქ არის? პორჩხიზეზე არ გეუბნები, სად არის? სად არის? აი. აი ხო გეუბნებოდით როგორც ოპერატორებს ყურშიც თქვენ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეთ.
გაიგე? პროდიუსერს ვეუბნები. არ ვიცი, აღარ არის არანაირი დრო ეხლა რომ კიდე თქვა დათო ოკიტაშვილთან ჩავწეროთ ინტერვიუ და აი ეს შემოვიფაგო დიმიტრისთან ინტერვიუ. კურსში მომწოდებელები არიან არასწორ ინფორმაციას გაწვდიან. აი ასე. მოკლედ ჩვენთან სტუმრად დღეს იყო ჩვენ შოუში ბატონი დათო ოკიტაშვილი. დღეისათვის ულეს იყო იმიტომ რომ ჩემთვის განკუთვნილი საარსებო მინიმუმი ლარი და 18 მე უკვე გამოვიმუშავე ჩვენ ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით მადლობა